ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე. წარმოგიდგენთ რადიო გრუნისა და კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ერთობლივ პროექტს გრუნიმედი. გადაცემას უძღვება ქირურგი პროფესორი გია თომაძე. გაეცანით თანამედროვე მედიცინის სიახლეებს, მიიღეთ კომპეტენტური რჩევები და აღმოაჩინეთ ჯანსაღი ცხოვრების მარტივი გზები. ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე სამედიცინო გადაცემა გრუნიმედი. თქვენი გზა ჯანმრთელობისაკენ. მოგესალმებით ჩვენ მსმენელებო, წარმოგიდგენთ რადიო გრუნის სამედიცინო გადაცემას სახელწოდებით გრუნიმედი, რომელსაც წარმოგიდგენთ მე, ექიმი გია თომაძე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ საკმაოდ გავრცელებულ დაავადებაზე, რომელიც შედის ჩუმი დაავადებების კატეგორიაში. ჩუმი დაავადება ქვია ისეთ დაავადებას, რომელიც ვითარდება და ამ განვითარების პერიოდში პაციენტმა შეიძლება არ იცოდეს არაფერი და პირველი ნიშანი ამ დაავადების გამოვლენისა არის გარცულება. ამჟამად მე მინდა ვისაუბრო და ჩვენ ვისაუბრებთ ოსტეოპოროზზე. ოსტეოპოროზზე და მისგან გამოწვეულ მოტეხილობებზე. და არა მარტო, კიდევ სხვა ორთოპედიულ დაავადებებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოწვეული გვყავს კლინიკა პინეოს ორთოპედია ტრამატოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ალიკო სეხნიაშვილი. ბატონო ალიკო, უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ მოძებნეთ დრო და მობრძანდით ჩვენს სტუდიაში. ჩვენი საუბრის პრინციპი არის ასეთი, რომ გამოვიყენოთ მინიმალური სამედიცინო ტერმინოლოგია იმისათვის, რომ მოსახლეობა ჩვენ მსმენელებმა ადვილად გაიგონ ყველაფერი. პირველი, რაც მინდა შეგეკითხოთ, ეს არის საერთოდ რა წარმოადგენს ოსტეოპოროზი. ეს დაავადება არ არის ქართული სიტყვა, რა წარმოადგენს ოსტეოპოროზი და რატომ არის ეს დაავადება მნიშვნელოვანი ადამიანისათვის, რამდენად ხშირად გვხვდება ეს საერთოდ და მათ შორის საქართველოში. მოგესალმებით ბატონო გია, მივესალმები რადიო გრუნის მსმენელებს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ასეთი საკმაოდ აქტუალური თემებით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება შეკითხვას, ოსტეოპოროზს ხშირად უწოდებენ თანამედროვე ადამიანების დაავადებას, რადგან საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში. ოსტეოპოროზი არის ჩონჩხის სისტემური დაავადება, კომპლექსური დაავადება, რაც განპირობებულია ასაკით, რადგან გავრცელებულია ხანდაზმულ ასაკში. ოსტეოპოროზის განვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სქესს, შაქრიან დიაბეტს და ხშირად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული მედიკამენტების გამოყენებას, მაგალითად ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივად მიღებას. და მინერალური ცვლების ალბათ მინერალური ცვლების გარკვეულ, რა თქმა უნდა, ორგანიზმში მიმდინარე მინერალური ცვლის დარღვევა უმნიშვნელოვანესია ასეთი დაავადების დროს. მართალია, ეს ოსტეოპოროზი მიეკუთვნება ჩუმ დაავადებების კატეგორიას, მაგრამ გვაინტერესებს თქვენი აზრი, თუ არის რაიმე ისეთი წინასწარი სიმპტომები, რაიმე ისეთი რის საფუძველზე შეიძლება ადამიანმა ეჭვი მიიტანოს ამ დაავადების არსებობაზე და ან რითი შეიძლება ამ დაავადების გამოვლენა, რომელი ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით ხერხდება ეს. დიახ, როგორც აღნიშნეთ, ოსტეოპოროზი უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებაა. მისი პირველი სიმპტომები, როცა ვლინდება, უკვე ჩამოყალიბებულია დაავადება და ძირითადად პაციენტები უჩევიან ხოლმე ტკივილს. შეიძლება პაციენტმა შეამჩნევს ასევე, ასე ვთქვათ, სიმაღლეში ცვლილება, კიფოზის გამო. ხერხემლის ოსტეოპოროზის დროს ხშირად ვითარდება კიფოზიც და ამის გამო პაციენტები უჩვენებენ, რომ სიმაღლეში. კიფოზი ანუ დეფორმაცია ხერხემლის, ხო? ხერხემლის დეფორმაცია, დიახ, სვენელისთვის გასაგები რომ. ხერხემლის დეფორმაციას და ამის გამო ამჩნევენ ხოლმე სიმაღლის ცვლილებას. ასევე ვლინდება ტკივილით, წელის, ბეჭების არეში
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ოქროს სტანდარტი ასეთი დაავადების დროს არის დენსიტომეტრია არის ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა სპეციალური აპარატის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია დაადგინოს ჩვენი ძვლების რომელ მონაკვეთს აკლია კალციუმი. ასევე რა თქმა უნდა არის ლაბორატორიული ანალიზები, რუტინულად შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაზე მარტივად ასე რომ ვთქვათ, კალციუმის ანალიზი, ასევე D ვიტამინის ანალიზი სისხლში. თუმცა გარკვეული დაავადებების დროს, როდესაც პაციენტს აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ჭიყვი და ასეთი დაავადებების დროს ტარდება ასევე სპეციფიური კვლევებიც. როგორც არის მაგალითად თვითონ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა, ასევე პარათიროიდული ჯირკვლების პათოლოგიების დროს თვითონ პარათიროიდული ჰორმონი განისაზღვრება. ხდება ხოლმე ასევე თირკმელზე და ჯირკვლების ფუნქციის განსაზღვრა. რაც მიგვანიშნებს ოსტეოპოროზე, როცა ასეთ ჰორმონებზე დარღვევებია, მაშინ უკვე ეჭვსაც მივიდანთ ხოლმე ოსტეოპოროზი. ანუ ყველა ის ორგანოები და ის ფუნქციები, რომელიც მინერალურ ცლაზე რომელიც მონაწილეობს, კი ბატონო. ასეთი შეკითხვა, იცით, ჩვენ არაერთხელ მე პირადადაც არაერთხელ მყოლი ესეთი პაციენტი, რომელსაც უთქვია, რომ თითქოს არაფერი, რაღაც უხერხულად დავსგი ფეხი, წავიქეცი და აღმოჩნდა, რომ მოვიტეხე ამ წაქცევის შედეგად ბარძაყიო. ანუ თვლიან, რომ წაიქცა, ამიტომ მოიტეხა ბარძაყი, მაგრამ ეს თურმე პირიქით არის. რომ შეიძლება ჯერ ბარძაყი მოიტეხა და სწორედ იმის გამო წაიქცა ეს პაციენტი, სულაც არ იყოს დაკავშირებული ეს ამ მოტეხილობასთან. კი ბატონო, ხშირად არის. ეს ძირითადი გართულებები, რომელთაც ვლინდება ოსტეოპოროზი, რასაც ძირითადი გართულება, როგორც აღნიშნეთ, არის მოტეხილობები. პირველი და ყველაზე გავრცელებული ოსტეოპოროზის დროს არის ხერხემლის მალების მოტეხილობები, რომელიც პირველი ნიშანია ოსტეოპოროზის, რომ კვლევები დადგენილია, რომ როდესაც ოსტეოპოროზი იწყება გამოვლინება ხერხემლის ჭივილებით, თუნდაც ტკივილით ზეგანაც აღნიშნეთ და დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ ხდება უკვე სხვა ძვლებში ოსტეოპოროზის გამოვლინება. შემდგომი გამოვლინება არის ყველაზე ხშირად ბარძაყის ყელის მოტეხილობა, ასევე სხივის ძვლის მოტეხილობა. მაჯის მოტეხილობები, დიახ. ხშირად არის ბარძაყის ყელი და მაჯის მოტეხილობები. ძირითადად გავრცელებულია 60 წლის ზემოთ ასაკის პოპულაციაში და უფრო მეტად ქალებში, თუმცა დღესდღეობით არც უფრო ახალგაზრდა პოპულაციაში არ არის უცხო ასეთი დაავადება და ოსტეოპოროზის გამო განვითარებული მოტეხილობები. თუნდაც საქართველოში დღეს 40 წელს გადაცილებული ყოველი მესამე ქალს ოსტეოპოროზი აქვს და მამაკაცებში შედარებით უფრო უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა 50 წელს გადაცილებული ყოველ მეხუთე მამაკაცსაც ოსტეოპოროზი აქვს. მოთმეთ ჰორმონალურ დარღვევებთან დაკავშირებული. ქალბატონებში უფრო მეტად ჰორმონალურ დარღვევებთან დაკავშირებული, რაც იწყება მენოპაუზის და პოსტმენოპაუზურ პერიოდში. მოსახლეობა საბედნიეროდ ასაკი მატულობს და ძალიან ხშირია, როცა ასაკიანი პაციენტები შემოდიან კლინიკაში მოტეხილობებით. დიდი ასაკის შეიძლება ზოგიერთი 80 წლის, 81 წლის. როგორი არის თქვენი რჩევა, თქვათ, როცა ასაკიანი პაციენტია, შეიძლება ითქვას ძალიან ასაკიანი, 80-90 წელი და მეტი. ასეთ შემთხვევაში ოპერაციული ჩარევა ჯობია თუ შეიძლება სხვანაირად ეცადოთ? ჩვენი რჩევა ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში არის ხოლმე ოპერაციული ჩარევა, რადგანაც დღეს მიღებულია თანამედროვე მედიცინაში, რომ პაციენტის მით უმეტეს ასაკში შესულ პაციენტს ესაჭიროება სწრაფი გააქტიურება და სწრაფი რეაბილიტაცია. მოტეხილობის გამო და მოტეხილობის ტკივილის გამო, რა თქმა უნდა, არ შეუძლია პაციენტს თუნდაც საწოლში გაინძრეს და ოპერაციას ვთავაზობთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მეორე-მესამე დღესვე პაციენტს შეეძლოს ფეხზე დადგომა, როცა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობასთან გვაქვს საქმე.
ეს უფრო აიოლებს კეთილგამოსავალს და პაციენტები უკვე თავისი ფეხით, ასე ვთქვათ, ეწერებიან კლინიკიდან. გულისხმობ იმას, რომ პაციენტს უკვე შეუძლია სიარული და თამდე რეაბილიტაციასთან ერთად ხშირად უბრუნდებიან უკვე მოტეხილობამდე არსებულ მდგომარეობას. თუმცა, რა თქმა უნდა, იშვიათად გვაქვს გამონაკლისებიც, როცა ასაკიან პაციენტს რაიმე გარკვეული თანხლები და ავადებები აქვს, რომელიც გვიშლის ოპერაციის ჩატარებაში ხელს, მაგრამ უმეტესწილად მაინც მივდივართ იქითკენ, რომ გავაკეთოთ ოპერაცია. ოსტეოპოროზის ზოგადი დაავადება, ვთქვათ, და როგორც არის, ვთქვათ, მარჯვენა კიდურში, იგივე არის მარცხენა კიდურში, ვთქვათ. არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ ორივე მხარეს ერთდროულად გაუკეთეს ოპერაცია, თუ რაღაც გარკვეული ტაქტიკა არსებობს შენ ერთ მხარეს, მე მეორე მხარეს. მოტეხილობები ორივე მხარეს არც ისე ხშირია. არა, მოტეხილობა არა, დაავადება. დაავადების გამო და უკვე კოქსართროზის გამო ან ართროზის გამო ზოგადად ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ერთდროულად ვერ კეთდება ორივე მხარეს, თუმცა არის ევროპის ზოგიერთი კლინიკა, რა თქმა უნდა, იქაც ყველგან ვერ კეთდება, როცა ხდება ერთდროულად ორივე სახსარზე ოპერაციული ჩარევა. თუმცა ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან რეაბილიტაციის პერიოდში. და ამას უნდა ასდევდეს შესაბამისი სარეაბილიტაციო საშუალებები და სარეაბილიტაციო კლინიკა, სადაც უკვე შემდგომ სრულ რეაბილიტაციას გაივლის პაციენტი. რაც შეეხებოდა, ასე ვთქვათ, ჩუმად მიმდინარე ორთოპედიულ დაავადებებს. ეხლა მინდა გადავიდე და ვისაუბრო ისე დაავადებაზე, რომელიც სრულად არ არის ჩუმად მიმდინარე, როცა პაციენტს აქვს ხანგრძლივი და შემაწუხებელი ტკივილი მუხლების არეში, ეგრეთ წოდებული მუხლის აღსრის დაავადება, ეგრეთ წოდებული გონართროზი. მაინტერესებს თქვენი ახსნა ჩვენი მსმენელისათვის, რას წარმოადგენს გონართროზი, რა არის მისი საფუძველი და რა არის იმ შემაწუხებელი ტკივილის მიზეზი, რომელსაც პაციენტები იტანჯებიან. გონართროზი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მუხლის აღსრის დაავადება, რომელიც ძირითადად ასაკიან პაციენტებშია ჩამოყალიბებული. მეტწილად ესეც დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან, რაც იწვევს უკვე ცვლის შემხების ზედაპირების, აღსარშემავალი ცვლების შემხების ზედაპირების ხრტილის დაზიანებას. აქ უკვე ჯაჭვური რეაქცია ერთვება ხოლმე, რაღაცა ხრტილის გარკვეული მონაკვეთის დაზიანება ამცირებს ამ ხრტილის ფუნქციას. ხრტილის ფუნქცია კიდევ არის სახსარში გარკვეული სითხის გამომუშავება, რომელიც ხელს უწყობს ამ ძვლების სრიალს ერთმანეთთან და არა ხახუნს. როდესაც დაზიანება ხდება ხრტილის გარკვეული უბნის, უკვე მცირდება ხრტილის ფუნქცია და ეს იწვევს სითხის შემცირებას სახსარში და უფრო მეტად ხდება ხახუნის გაძლიერება ძვლებს შორის და დარჩენილი ხრტილიც ზიანდება ამ დროს ხოლმე. ხშირად პაციენტები მოსულან და უთქვამთ, აი სითხე გამომიშრა სახსარში. აი ზუსტად ეს იგულისხმება იქ, რომ საჭირო სითხის რაოდენობა ყოველთვის უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ სრულად იფუნქციონიროს სახსარმა. მუხლის სახსარშიც შესაბამისად ხდება უკვე მერე წანაზარდების ჩამოყალიბება, რასაც შემაერთებელ ქსოვილოვან წანაზარდებს ვეძახით, ასევე ძვლოვანი წანაზარდები ყალიბდება და იწვევს უკვე ტკივილს მათი ერთმანეთთან შეხება. მერე უკვე იწყება ანთებადის სითხის ჩამოყალიბება, ანთება ირგვლივ მდებარე ქსოვილების, ეს არ არის მხოლოდ ცვლის პრობლემა და ცვლის დაავადება. ამ დროს პრობლემა ექმნება რბილ ქსოვილებსაც, იგივე სასახსრე კაფსულას და სინოვიალურ გარსებს, რომელიც გვაქვს ჩვენს სახსრებში. თქვენ ახსენეთ ეგრეთ წოდებული გამოშრობა მუხლის სახსრისა და მართლაც მე გამიგია, რომ არსებობს ერთ-ერთი ვთქვათ კონსერვატული მკურნალობის მეთოდი, როცა სახსარში შეყავთ ვთქვათ სითხე გარკვეული ჰიალურინი ან და ზოგიერთი კიდევ კორტიკოსტეროიდებსაც იყენებს ამ შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება ზოგი მხარს უჭერს კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, ზოგი მისი კატეგორიული წინააღმდეგია. როგორია თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და რით დაასაბუთებს თქვენი მოსაზრება? კი ბატონო, განსხვავებული
მოსაზრებებია ნამდვილად მარტო ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში და ამასაც გარკვეული ჩვენებები აქვს. ყოველთვის შეიძლება გაკეთდეს ან არ გაკეთდეს. ჩვენება არის დაბალი ხარისხის დაზიანება. როცა უკვე მაღალი ხარისხის დაზიანება, მესამე, მეოთხე ხარისხის ართროზების დროს უკვე აღარ არის იმდენად ეფექტური ამის გაკეთება. ზოგიერთი ემხრობა მხოლოდ კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ზოგი მხოლოდ ჰიალურონის. როგორც წესი, ბოლო კვლევებმა გვიჩვენა, რომ უფრო კომპლექსურად შეიძლება ეს მოხდეს კორტიკოსტეროიდების გამოყენება პლუს ჰიალურონის გამოყენება. ამასთან ერთად არის სხვა მსგავსი საინექციო კუნალობის მეთოდები, როცა სხვა პრეპარატები შეყავთ ხოლმე სახსარში, ძირითადად გავრცელებულია PRP თერაპია ქვია, როცა ხდება ცენტრიფუგაში ადამიანის საკუთარი სისხლის დამუშავება და იქიდან სახსრისთვის საჭირო გარკვეული ნივთიერებების აღება და პირდაპირ სახსარში შეყვანა. საქართველოში კეთდება ეს? დიახ, საქართველოში კეთდება ეს, ბევრ კლინიკაში კეთდება. და ამასაც ზოგ პაციენტს გონია ხოლმე რომ ინექციას გაიკეთებს, მეზობელმა გაიკეთა ინექცია, ის კარგად არის და თვითონაც გაიკეთებს. ისე გავიმეორებ, ამას აქვს თავისი ჩვენება ამ ინექციებს და ყოველთვის არ არის ისეთი ეფექტური, როგორც პაციენტი ელოდება ხოლმე ხშირად. ახლა იმის გამო რომ პაციენტს ტკივილი აქვს სიარულის დროს ბევრი პაციენტი თავს იკავებს საერთოდ სიარულისგან მაქსიმალურად ცდილობს რომ ნაკლები იაროს. ზოგიერთი კი პირიქით თქვა ფიზიკურ დაწვირთვას ცდილობს ამ შემთხვევაში. ზოგი იყენებს თქვა კიბეზე სიარულს, ველოსიპედით სიარულს, ზოგი ზურვას. როგორი არის თქვენი რჩევა ამასთან დაკავშირებით? რა ჯობია რომ ფიზიკური დაწვირთვისგან საერთოდ შეიკავოს თავი თუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდი იქნეს გამოყენებული რეაბილიტაციისათვის? როგორც წესი ყველაფერში საჭიროა ზომიერების დაცვა, ასე რომ ვთქვათ. არც გადამეტებული ვარჯიში არ იქნება სასარგებლო ასეთ მდგომარეობის პაციენტებისთვის და არც სრულად დაჯდომა და თავის შეკავება ყოველგვარი აქტივობებისგან. მსუბუქი ვარჯიში, ფეხით სეირნობა ხშირად ეხმარება პაციენტებს, რომ გადალახონ ეს ტკივილი და რაღაცა პერიოდი იცხოვრონ სრულფასოვან ცხოვრებით, სანამ ისევ ბოლო ხარისხის ართროზამდე მივა. თქვენს მიერ ჩამოთვლილი მეთოდებიდან ალბათ ყველაზე უკეთესი არის ცურვა და თვითონ წყლის თერაპიები. ხშირად საკმაოდ კარგ შედეგს აძლევს და შვებას აძლევს ხოლმე პაციენტებს, როცა მიმართავენ ასეთ ვარჯიშებს. და კიდევ არაფრით არ შეიძლება არ შეეკითხოთ მუხლის ისეთ დაავადებაზე, როგორც არის მენისკი. აი ძალიან ბევრს უთქია, რომ მენისკი მტკივა განსაკუთრებით სპორტსმენებში ეს არის ტრამასთან დაკავშირებული. რას ნიშნავს ეს მენისკი, რომ აუხსნათ ჩვენს მსმენელებს? რა დაავადებაა და როგორია თქვა ტაქტიკა მასთან მიმართებაში? მენისკი თვითონ არის ჩვენი სახსრის განუყოფელი ნაწილი, რომელიც მუხლის სახსრზეა მხოლოდ და არა სხვა სახსრებში. ეს არის ხრტილოვანი ბალეშები, რომელიც იცავს სახსარს და გარკვეულ ამორტიზაციაში მონაწილეობს და ამით უფრო დაცული ხდება მუხლის სახსარი დატვირთვისგან. მაგრამ ხშირად ეს ხრტილოვანი ბალეშები ზიანდება, იგლიჯება მიმაგრების ადგილიდან და ხდება მისი შესვლა მუხლის სახსარში. ამ შემთხვევაში ეს მოგლეჯილი დაზიანებული მენისკი მოქმედებს როგორც უცხო სხეულის სახსარში და იწვევს ბლოკირებას სახსრის. ცულებს შორის მოხვედრილი უცხო სხეული უკვე საშუალებას აღარ აძლევს ხოლმე ხშირად პაციენტებს რომ მოხაროს გაშალოს მუხლი. ძირითადად ეს არის მწვავე დაზიანებების დროს, ტრავმების დროს, როგორც ახსენეთ, ყველაზე ხშირად სპორტსმენებისთვის არის დამახასიათებელი და მსგავსი ტრავმების დროს ჩვეულებრივ მოსახლეობაშიც ხანდახან შეიძლება ფეხბურთის თამაშის დროს უბრალოდ არასწორად დადგას ფეხი ადამიანმა, მასზე შემოbrunდეს და უკვე მიიღოს მენისკის დაზიანება. და მინდა ახლა უკვე მივუახლოვდეთ ძირითად თემას. ვიცი რომ ჩვენს კლინიკაში, პინეოს კლინიკაში ძალიან ბევრი კეთდება ოპერაციები,
ამ ბარზაყის ხელთან დაკავშირებით, მუხლის სახსრასთან დაკავშირებით და მე მინდა მოსახლეობას აუხსნათ ჩვენ რა სახის ჩარევები არსებობს აი ამ ორივე ორთოპედიული დაავადებების შემთხვევაში ქირურგიული, როგორც ენდოსკოპიური, ისე ღია წესით ენდოპროტეზირების აი სხვადასხვა ფორმები ამასთან დაკავშირებით მინდა რომ გესაუბროთ. კი ბატონო, ბარზაყის ყელის მოტეხილობით დავიწყე. ბარზაყის ყელის მოტეხილობის დროს, როგორც აღნიშნეთ, პირველი რეკომენდაცია არის ხოლმე ოპერაციული მკურნალობა და ოპერაციული მკურნალობა ყელის მოტეხილობის დროს ყოველთვის გულისხმობს ენდოპროტეზირებას. რადგანაც ასაკიან პაციენტებში გარკვეული სისხლძარღვოვანი სისხლის მიმოქცევის გარკვეული ცვლილებებიდან გამომდინარე დაქვეითებული აქვთ თვითონ ამ ძვლის ამ სეგმენტის სისხლით მომარაგება ისედაც აღნიშნეთ რომ უკვე ოსტეოპოროზია ჩამოყალიბებული უმეტესად ასაკიან პაციენტებში და არ ხდება ამ მოტეხილობის შეხორცება. ამიტომაც ვაკეთებთ ხოლმე ენდოპროტეზირებას, რაც პაციენტს საშუალებას მისცემს არ დაელოდოს ძვლის შეხორცებას და სწრაფადვე დაიწყოს რეაბილიტაცია. ენდოპროტეზები დღეს ძალიან ბევრი არჩევანი გვაქვს და ხშირად ვათანხმობთ ხოლმე პაციენტებთან, ან ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებას, როცა გარკვეული ტიპის პროტეზი ჭირდება კონკრეტულად ამ პაციენტს. ამ შემთხვევაში ჩვენ ურჩევთ ხოლმე პაციენტებს, რომ ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ხშირად არის ხოლმე, როცა ვუხსნით რამდენიმე ვარიანტს ვეუბნებით და მე როგორ თვითონ ჩვენ. ამიგია მე ერთპოლუსიანი, ორპოლუსიანი ვთქვათ ეს. კი ბატონო, ერთპოლუსიანია ესე რო ვთქვათ, ერთპოლუსიანი გულისხმობს, როდესაც ხდება მხოლოდ სახსარში შემავალი ძვლებიდან ერთ-ერთი ძვლის ჩანაცვლება. გვაქვს მენჯის-ძვალი, გვაქვს ბარზაყის ძვალი. ბარზაყის ძვლის თავის ჩანაცვლების დროს ეკეთება ერთპოლუსიანი ენდოპროტეზი. უფრო ასაკიან პაციენტებშია, როცა გვინდა რომ ოპერაცია იყოს პაციენტისთვის დამზოგავი და არ იყოს დიდი ინტრაოპერაციული ტრავმა, ანუ ოპერაციის დროს მიღებული ტრავმა, ასე რომ ვთქვათ, და არ იყოს დიდი სისხლის დანაკარგი. ამ შემთხვევაში უფრო ვაკეთებთ ხოლმე ერთპოლუსიან ენდოპროტეზებს. მაგრამ როდესაც ასაკი უფრო ახალგაზრდაა, ამ შემთხვევაში ჯობს ორპოლუსიანის გაკეთება, ეს გულისხმობს უკვე მენჯის-ძვლის კომპონენტის ჩანაცვლებასაც. ეს პროტეზებიც განსხვავდება ერთმანეთისგან, არის ცემენტიანი, არის უცემენტო. ცემენტიანი ენდოპროტეზირების დროს თვითონ პროტეზის კომპონენტების დამაგრებისთვის ძვალში ვიყენებთ სპეციალურ სამედიცინო ცემენტს, რომელიც საკმაოდ მყარია და ძალიან დიდხანს და კარგად ემსახურება პაციენტს. სააშენებლო ცემენტი არ არის, ხო, აი სააშენებლო ჯერჯერობით არ გამოიყენება. და როდესაც უცემენტო ენდოპროტეზირება კეთდება, უცემენტო ენდოპროტეზირება გულისხმობს ენდოპროტეზის კომპონენტების გამოყენებას, რომელიც დაფარულია სპეციალური ხელოვნური ძვლით, ჰიდროქსიაპატიტით. არის კიდევ მეორე მოდიფიკაცია ენდოპროტეზების, როდესაც ტიტანით არის დაფარული. ხდება ამ ენდოპროტეზის ძვალში პირდაპირ მნიშვნელობით ჩაჭედება და მე უკვე ძვალი მასთან ერთად ინტეგრაციას განიცდის და ცხოვრობს ამ პროტეზით ხანდახან მთელი ცხოვრება პაციენტი. თუ ფრთხილდება რა თქმა უნდა. დაკავშირებით მინდა გითხრათ ერთმა ნაცნობმა მითხრა რომ ორთოპედმა მირჩია რომ ცოტა ხანი იქნებ გაზლო მუხლის ამდაგვარი პრობლემითო და ცოტა ასაკში რო შეხვალ მერე გაიკეთო რომ უფრო მეტ ხანს გაგიზლოსო ამ პროცესმა. როგორი არის დღევანდელი გამოცდილება, დღევანდელი ინფორმაცია, რამდენ ხანს ძლებს ჩაყენებული პროცესი, ვთქვათ, ბარზაყის ყელის შემთხვევაში, მუხლის შემთხვევაში, რამდენად არის დროში შეზღუდული, ვთქვათ, ორი მერე გამოსვლის აუცილებლობას აჩვენებს. კი ბატონო, ჩვენს პაციენტებსაც ხშირად ურჩევთ ხოლმე, რომ თუ არ აქვს ტკივილი, რომელიც ცხოვრებაში უშლის ხელს, ცოტა მოგვიანებით ასაკში გაკეთდეს, დღევანდელი გაიდლაინებით ასე მოწოდებული. და რა თქმა უნდა, მიზეზი სწორედ ეგ არის, რომ ამ ყველაფერს აქვს გარკვეული წვეთის პერიოდი. წლების დასახელება ცოტა
რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ეს წვეთა და თვითონ პროთეზის გამძლეობა ბევრ რამეზე არის ხოლმე დამოკიდებული. დაწყებული პაციენტის ასაკიდან, მისი წონიდან და მისი თანხმლების დაავადებებიდან. იმიტომ რომ ხშირად როცა ნივთიერებათა ცვლა დაირღვა და რაც ვისაუბრეთ ოსტეოპოროზი ჩამოყალიბდა, ხდება ხოლმე მორყევა ან პროთეზის. პროთეზი თვითონ მთელია, კარგია, მაგრამ ძვალში არ არის ჩამაგრებული და ვერ ხდება ძვალში მისი ფიქსაცია, იმის გამო რომ პროთეზი ოსტეოპოროზი აქვს პაციენტს. და ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე უკვე გამოცვლა ამ სახსრის, ჩანაცვლება უკვე სხვა გარკვეული ტიპის პროთეზით, რომელიც უფრო ყარი იქნება ამ შემთხვევაში, ან როგორც თქვი, ცემენტის გამოვიყენებთ ხოლმე, როდესაც უფრო საიმედო იქნება ფიქსაცია ძვალში. და კიდევ ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. ამ ჯანდაცვის სისტემაში, ესეთი DRG სისტემა დაინერგა, როგორც მოგეხსენებათ და მოსახლეობამაც იცის ეს უკვე, რამაც გარკვეულად შეცვალა დაფინანსების პრინციპები. ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ტკივნეულად, ვისაც რომელ დარგსაც მოხვდა ეს ცვლილება, ეს იყო ტრამატოლოგია, ორთოპედია უпростоრად იმის გამო, რომ ზოგიერთი ძვირადღირებული თუ შეიძლება ითქვას პროთეზის დაფინანსება არ ხდებოდა და თუ უნდა პაციენტს რომ ძვირადღირებული პროთეზი გამოიყენებინა, მაშინ უნდა უარი ეთქვა ამ სახელმწიფო დაფინანსებას და მთლიანად თვითონ დაეფინანსებინა თავისი მკურნალობა. რამდენადაც მე ვიცი რაღაც ცვლილებები ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით მოხდა ყოველ შემთხვევაში დაპირების დონეზე და როგორია საბოლოო ინფორმაცია ამ მიმართულებით? დიახ, რაც DRG სისტემა შემოვიდა, პაციენტებს უკვე აღარ ჰქონდათ საშუალება გარკვეული დასავლური ქვეყნებიდან შემოტანილი ენდოპროთეზის გაკეთების, დათმაგის გამო რომ ყველას არ ჰქონდა საშუალება ესეთი ძვირადღირებული პროთეზის შეძენის. თუმცა კეთდებოდა პროთეზები, რაც შეგვეძლო გამოგვეყენებინა ამ DRG-ის დაფინანსებით, რომელსაც ყველას ჰქონდა სერტიფიკატები, როგორც ამერიკული, ასევე ევროპული ხარისხის სერტიფიკატები. დიახ. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან პაციენტები, რომელსაც კონკრეტული არჩევანი აქვს და კონკრეტული სურვილები აქვს. დღევანდელ დღეს, რაც ბოლო რამდენიმე კვირა შეიცვალა უკვე ეს წესიც და პაციენტებს აქვთ საშუალება აირჩიონ გარკვეული ენდოპროთეზები და გადაიხადონ ამ ენდოპროთეზის ღირებულება თავად. თუ თვითონ პაციენტი აირჩევს პროთეზს, შეუძლია კლინიკასთან შეთანხმებით და იმ ენდოპროთეზის ფირმასთან შეთანხმებით, ვინც გვაწვდის ენდოპროთეზებს, აირჩევს პროთეზი, გადაიხადოს ეს ღირებულება და გაუკეთდება ოპერაცია მისივე არჩეული ენდოპროთეზით. თუმცა არის ერთი ნიუანსი ჯერჯერობით ასარჩევი ენდოპროთეზების სია გვაქვს. რომელიც თვითონ სამინისტრომ დაგვიდგინა, რომ უნდა ამ სიიდან აირჩიოს პაციენტმა ენდოპროთეზი, მაგრამ ამ სიის გარდა მიღმა კიდევ არის სხვა ენდოპროთეზებიც, რომელიც ხანდახან პაციენტს უნდა. გარდა ამისა, თბილისში დღეს ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით დავასრულებ, მერიის პროგრამა არსებობს, რომელიც საკმაოდ შეღავათია თბილისის მოსახლეობისთვის და ძირითადად ეხება არაპენსიონერებს, იმ ადამიანებს, ვინც ვერ სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. და ამ პროგრამაშიც მონაწილეობს კლინიკა პინეო. კარგია, რომ დასაიმედებელი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ მაინც ალბათ სასურველია, რომ ადამიანი რამენაირად მოიქცეს ისე, რომ ეს ორთოპედიული პრობლემები აიცილოს თავიდან. რას ურჩევდეთ ჩვენს მსმენელებს? რანაირად შეიძლება ვთქვათ პროფილაქტიკა იმისა, რომ არ გაგვივითარდეს ეს პრობლემა, ან თუ უნდა გაგვივითარდეს, რაც შეიძლება გვიან? კი ბატონო, რა თქმა უნდა, სასურველია, რაც უფრო გვიან განვითარდება, ან საერთოდ არ განვითარდება. პროფილაქტიკისთვის ურჩევდი ჩვენს მსმენელებს პირველ რიგში იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით. ეს არის ამის გასაღები პირველ რიგში. თუმცა ამ დაავადებების განვითარების რისკების შემცირება ყოველთვის დაეხმარება ადამიანებს. რისკებში გულისხმობა პირველ რიგში წონა. წონის კონტროლი,
ეს არის უმნიშვნელოვანესი მithumetes ქვემო კიდურებში ართროზული დაავადებების განვითარების. პლუს ისევ მივდივართ ნივთიერებათა ცვლის დარღვევამდე, უნდა იყოს ყოველთვის მოწესრიგებული შაქრიანი დიაბეტი, ხარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირკმლის დაავადებები და ასეთი დაავადებები უნდა გქონდეს მოწესრიგებული. ვარჯიში სასურველია, ვარჯიში ასევე ეხმარება ოსტეოპოროზს, რომ არ ჩამოყალიბდეს. ოღონდ ეს ვარჯიშები არ უნდა იყოს თვითნებური. ყოველთვის სასურველია, რომ ვარჯიში იყოს ესეთ სპეციალისტის დახმარებით, ვინც იცის, როგორ გაავარჯიშოს რომელი სახსარი და რომელი პუნქტი როგორ ვარჯიშებს საჭიროებს. გასაგებია და ბოლო ტრადიციულ შეკითხვას დაგისვამთ. უკვე კარგი ხანია ვსაუბრობთ, მაგრამ ხომ არ არის რაიმე ისეთი საკითხი, რომელსაც არ შევხვევივართ და თქვენ თქვათ გინდათ, რომ მოსახლეობას მიაწოდოთ ინფორმაციის სახით. თუ არის ამბავარი? უბრალოდ ისევ რჩევას გავაჟღერებდი, ვიცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით და დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, ჩაიტარონ პროფილაქტიკური კვლევები იმისთვის, რომ დროულად გაიგონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ და დროულად იმკურნალონ აღმოფხვრან ეს პრობლემა, რაც დაეხმარება იმაში, რომ მომავალში უკვე აღარ ჩამოყალიბდეს ორთოპედიული პრობლემები. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, დიდი მადლობა ბოგდანებისთვის. ისევ და ისევ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. მედია საინტერესო იყო ჩვენი მსმენელისთვის, ჩვენი საუბარი და მიიღებენ გარკვეულ სასარგებლო ინფორმაციას.